და დღეს თავისთავად ისაუბრებ დრო დახმარებას. პირველი რა მაინტერესებს თქვენგან? თუ ვიცით რა არის წითელი ჯვარი? რომლითაც? რა? ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება ადამიანებს. ანუ ჰუმანიტარული ორგანიზაცია, ხო? სოფლიო ჰუმანიტარული ორგანიზაცია, რომელსაც აქვს ფილიალები სხვა ქვეყნებში, ну თითქმის ყველა ქვეყანაში სოფლიოში და მათ შორის საქართველოში. ძალიან ხუთში. რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნებშიც ეგრეა, ну თითქმის არის რა თქმა უნდა განსხვავებები. ეს პროექტები არის ძირითადი პროექტები, ეს არის პირველი დახმარების პროექტი, ეს არის კადასტრობის მართვის პროექტი, დაუშვათ კადასტრობის დროს, აი მიზეზვის დროს, წყალდიდობის დროს უნდა მოვიქცეთ. არის კიდე შინმოლის პროექტები, ხანდაზმულთა და ну ასე შემდეგ. კოვიდის დროს, რა თქმა უნდა, იყო ну კოვიდთან დაკავშირებული პროექტები. კარგი, რა თქმა უნდა, მე ვარ თვითონ პირველი დახმარების პროექტის ერთ-ერთი წარმომადგენელი და ну პირველი დახმარების იქეთ, რა თქმა უნდა, ავსაუბრე. ჯერ მაინტერესებდა თქვენგან, რა არის პირველი დახმარება, ეგეც რომ ითქვათ? სორი, ბატონო, კარგი, და საერთოდ მისი არსი რა არის ზოგადად უბრალოდ? ხო, ადამიანის გადაჭრით, თქვენ ასამოდით? სორი. მოგდა ახლა ეს დასუსტება, ადამიანს აქვს გაჭრილი თითი. და მე მივაწოდე სანდავიკან ბინდ. უბრალოდ მივაწოდე, მე არ მიქნია ეს თუ ჩაითვალა პირველ დახმარებას. ჩაითვალა. ახლა ერთი შეხედვით რომ ანუ ეს უცებრო შეხედვით, ვფიქრობ რომ არ არის პირველ დახმარება, არის პირველ დახმარება, ხო? ადამიანს მივაწოდე წყალი, ესეც პირველ დახმარება. ადამიანს ვკითხე უბრალოდ. მეგობარო, თავს როგორ უცნობ? ესეც უკვე პირველ დახმარება. დაურეკე 112-ში, ესეც პირველ დახმარება. ანუ ეს თქვა მინდა, პირველ დახმარება ეს არ არის რაღაცა მედიცინა. ეს არ არის არც წამლების გამოყენება და არც რამე სამედიცინო დანადგარების გამოყენება. ეს არის მარტივი ქმედებები, მარტივი მანიპულაციებით ადამიანის სიცოცხლის გადაცემა. რა თქმა უნდა, ახლა ეს წლის მიწოდებაც პირველი დახმარებაა, მაგრამ მაგასაც შედარებით რთული პროცესებიც არსებობს პირველ დახმარებაში. საერთო ჯამში ყველა ეს პროცესი ძალიან მარტივია. ადამიანი გონზე და სუნთქავს. ეს რატო არის მარტივი? იმიტომ რომ ახლა თუ ადამიანი გონზე და სუნთქავს, კითხვა-პასუხი ჩემზე დავეხმარ. ანუ ჩემზე გავიგო ის თუ რა ჭობს, აი კითხავს. კი ბატონო, საფტიო რა, როდის, რატო და ასე შემდეგ, რა წამალს კეთილობას. მეორე ტიპის დაშავებული ადამიანი უგონოდა, მაგრამ სუნთქავს. თუ ასე შემთხვევაში რომ გავიგო ამას, რა ჭირს, ცალკე მომიწევს მისი ხელების, ფეხების, ტანის დათვალიერება. მე მაგალითად შემიძლია შეხებით გავიგო, აქვს თუ არა შენაგანი სიწყდა მუცელში, მუცლის კურსარეში. როგორ შემიძლია ამის გაგება დაუშვათ შეხებისას, ხვდებით რომ ადამიანს მუცლიად გამაგრებული ძალიან. და ამას თუ გზნობს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანს პოზიცია როგორ ახლა შვილი იმის გამო რომ მას აქვს ძალიან რბილი ძვლები, ესე ვერ დავაწვენთ, ანუ საფრთხე პოზიცია მის ეგეთი ვერ იქნება. თითქმის ერთი ხელით ჩვენ უფიქსირებთ ხერხემალს და თავს. თავს კარგად ვიჭერთ, ძლიერად არ გქონდა, რომ არ დაუზიანოთ თავის ხალა. მეორე ხელითაც უფიქსირებთ კარგად თავს, ცოტა ვეფუტებით და დავხვით ქვემოთ თავის ხალეს, აი ეს. სახით შემსკე რომ შევმოწოს სუნთქავს თუ არა. ესე ველოდებით ჩვენ სასწრაფოს. ანუ ესე ყავს მანამ სანამ არ მოსასწრაფო. საერთოდ კრიტიკულ მდგომარეობაში ადამიანი უგნოდა და რა შეიძლება ჭირდეს კიდე? არ სუნთქავს, კი ბატონო. მაგ შემთხვევაში თქვენ აღარ ათვალიერებთ ადამიანს, იმიტომ რომ თუ ადამიანი არ სუნთქავს, სხვა დაზიანებები, ну თითქმის არ არის. სხვა დაზიანებები ჩვენ აღარ გვაინტერესებს. ანუ ჩვენ გვაქვს ძალიან მცირე დრო, რომ რაღაცები გავაკეთოთ. რას გავაკეთოთ? იმას მეც ნახაში არ იცი, მაგრამ ეს დავიმახსოვრდეთ. თუ ადამიანი არ სუნთქავს, სხვა დაზიანებებს აღარ აღვიძებთ. აღარ გაინტერესებს. და ამ შემთხვევაში კრიტიკული დრო რამდენია? ხო აქ მაგას განსაზღვრული რაღაცა წუთი. მაგას არ უყურებთ. ამას უყურებენ ექიმები და დაახლოებით რამდენია ეს სიცოცხლის აუცილებელი გონი, რამდენიმე წუთი არა? ჩვენი მოქალაქეებისთვის ეს დრო არ არსებობს. ეს დრო არ არის უბრალოდ ჩვენს გამოთვლით და აგიხსენეთ რა.